გვაშინებს და ყურში ხდება. და ამ შემთხვევაში ესეთი ადამიანები სტაციონარში ხდებიან იმ შემთხვევაში თუ მყისიერად საფრთხე დაუყენეს თავიანთ არსებობას. თუმცა მანამდე არაფერი არ არის. ანუ მანამდე ეს არის გამოცხადებული გაქრობის ქრონიკა. ანუ ქრებიან წონაში უფრო და უფრო წონა კლებულობს. კომპლექსურ მკურნალობას იმსახურებს, რომ ესეთი დანაწევრებული ფრაქციული მკურნალობა არანაირ შედეგს არ იძლევა. ეს რაც შეეხება ანორექსიას. ბულიმია უფრო ხშირად სხვანაირად მიმდინარეობს. ანუ ბულიმია უფრო ხშირად მიმდინარეობს. კიდევ ვიმეორებ, ხშირად რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველასთან, მაგრამ ხშირად მიმდინარეობს ისეთ ბავშვებში, რომლებიც ბავშვობიდანვე ფორმიანები იყვნენ. და რაღაც პერიოდში ვაქვთ სკოლიდან, თქვათ ზეწოლა სკოლიდან, ოჯახიდან, რომ გახდი საღამო სარჭამო, რაც ავტომატურად ესეთ ბავშვებში იწვევს პირიქით უკურეაქციას და იწყებენ უკონტროლოდ ჭამას. და რატო? იმიტომ რომ გონიათ, რომ თუ მშობელი ამას ეუბნება, მშობელს ის არ მოწონს და თუ არ მოწონს, ესე არ უყვარს. იმიტომ რომ ბავშვის სამყარო ესე გადის და თუ არ უყვარს, აქვს ემოციური ძალიან დიდი სიცარიელე, რომლის ცდილობს საკვებით. ეს კიდევ უფრო მეტად დამთრგუნველია, იმიტომ რომ ფიზიკურად იცვლებიან, კიდევ უფრო მეტად სუქდებიან, დანაშაულის გრძნობით იტანჯებიან და ამასობაში აქ უკვე არაფარულად, არამედ აბსოლუტურად აშკარად მიმდინარეობს ძალიან მძიმე და მწვავე დეპრესიული ეპიზოდები. და თვითდესტრუქციაა პრაქტიკულად, ხო, რაღაცა საკუთარი თავისთვის გამოცხადებული ბრძოლა. თვითშეფასებაზე რომ ვისაუბროთ, თქვათ, აი ანორექსიის და ბულიმიის ზოგადად ისმება ხოლმე პოპულარულ ლიტერატურაში, ფსიქოლოგიაში ხშირად არის ხოლმე ეს კავშირი დანახული. რამდენად პრაქტიკაში გხვდებათ, რომ თქვათ, აი თვითშეფასების პრობლემებზე გადის, როცა მკვეთრი აშლობით მოდის პაციენტი? ნევროზული პაციენტების დეკომპენსაცია ყველა თვითშეფასებაზე გადის. რა თქმა უნდა, ესეც გადის თვითშეფასებაზე. თუ ანორექსია ამტკიცებს, რომ შეუძლიათ მაგარია, რომ კონტროლში კონდეს და კომპენსატორულად თვითშეფასებას იმაღლებს ინტელექტუალური რესურსით, ბულიმიის დროს პირიქით თვითშეფასება ძალიან დაბალია, მას არაფერი არ მოწონს თავისთავად ფაქტურად ძულს, მაგრამ სინამდვილეში ორივეს არ მოწონს თავისი თავი. უბრალოდ ან ბულიმიის დროს საყრდენს უფრო ნაკლებად პოულობს, რომ რაღაცნაირად დივერსია, კომპენსაცია მოხდეს, ვიდრე ანორექსიის დროს. თქვენ აღნიშნეთ, რომ დეპრესიის ეპიზოდები უსწრებს წინ, ასე ვთქვათ, სანამ უკვე თუნდაც ანორექსიის სურათს დავინახავთ მოზარდის ცხოვრებაში, მაგრამ დღესაც არ ვიღვიძებ თუცებ ანორექსიის ნიშნებით, ხო? გამოხატული ნიშნებით, რომ გარკვეული წინარე პერიოდი აქვს ამ მდგომარეობების განვითარებას და რა არის ის ნიშნები? დეპრესია შეიძლება თქვათ თინეიჯერის უგუნებობას ან თინეიჯერულ ხასიათს დააბრალოს თქვათ მშობელმა, ან გამოეპაროს უბრალოდ, ნუ არ იყო არ კონდეს თქვათ ამგვარად თვალი გავარჯიშებული. არის ასე რომ ვთქვათ მოზარდი თანდათან იწყებს, თქვათ, ჯერ კალორიების დათვლას, მერე გადამეტებულ ვარჯიშს, მერე წონის ხშირ კონტროლს. აი, რა სიმპტომები იყოს ჩვენთვის, ასე ვთქვათ, სასიგნალო მშობლებისთვის? რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ნელ-ნელა იწყებს, თუმცა რომლით იწყებს, ეს აბსოლუტურად სუბიექტურია. ზოგი კალორიის თვლით იწყებს, ზოგი ვარჯიშით იწყებს, ზოგი გულისრევით იწყებს, თუმცა საყურადღებოა ის, რომ წონაში კლებასთან ერთად ჩვენ ვლაპარაკობთ თუ თინეიჯერებზე ვლაპარაკობთ, რომლებიც გარშემორტყმულები არიან, დედა, მამა, ბებია, ბაბუა. ამ შემთხვევაში გაზიარება საჭმლის
ერთად სადილს, ანუ ერთად ოჯახთან ერთად ბაღშარს, აღარ ხდებიან, ხო? აღარ ხდებიან. გასაგებია რომ 21 საუკუნეა და ყველა მშობლები დაკავებულები არიან და ნაკლებად აქვთ იმის საშუალება რომ ერთად თქვათ სისტემატიურად რაღაცა მაგიდის გარშემო იყვნენ ოჯახთან ერთად, მაგრამ არის ბევრი თქვათ ვიკენდზე გასვლა, ერთად რაღაცა დროის გატარება და აქაც არის თავიდან აცილების მექანიზმები. ანუ არ მშია, ან მინდა რაღაცა ისეთი ძალიან დიეტური, ამაში რამდენი კალორია, იმაში რამდენი კალორია, რომელიც უნდა იყოს შემჩნეული, რომ ამას დიდი ხანია ითვლი, ან ეს თქვა დიდი ხანია გაწუხებს წონა და ამის პასუხად მშობელმა უნდა აღიქვას, რომ და ნუ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით და ფხიზლად, რომ ეგეთი მსგავსი რაღაცა სასიგნალო წითელი დროშები, ასე ვთქვათ, დრო და გამოსავალი არსებობს მკურნალობა და თუ როგორ უნდა ვმკურნალოთ, როგორია მიდგომა, საუკეთესო პრაქტიკა ამ ყველაფერზე სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ და აქვე გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ მოგწეროთ კვებით აშლილობებთან დაკავშირებით თქვენი კითხვები ჩვენს Facebook გვერდზე, live-ზე დაგვიკომენტაროთ ან inbox-ში და ჩვენ შევეცდებით, რომ გავაჟღეროთ და ჩვენმა სტუმარმა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. დაგველოდეთ. თუ გსურს თავი უკეთ სტუდია ვუბრობთ ანორექსია, ბულიმია, ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქორეაბილიტაციის სტაციონარული კლინიკა სანამენტეს და ფილიპ ომელის სახელობის ფრანგული თერაპიის ცენტრის დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი. პირველ ნაწილში ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენ სიმპტომებზე, როგორ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ არაფერი გამოგვეპაროს და მეორე ნაწილში ძირითადად ვისაუბრებთ უფრო მეტად მკურნალობაზე, მკურნალობის გზებზე, თუმცა მანამდე ეთერს მიღმა სანამ ვიყავით, წამოიჭრა ძალიან აქტუალური კითხვა, რომელზედაც ვფიქრობ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებსაც აინტერესებთ პასუხის გაცემა. გასაგებია სახაა, რომ ჩვენ უფროსები, თინეიჯერების ირგვლივ პროვოცირებას შესაძლოა ვუკეთებდეთ ჩვენი არასწორი რეპლიკებით, ჩვენი არასწორი დამოკიდებულებით, იმას რომ ისინი თუ წინაპირობა არსებობს მათი ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, გადაიხრნენ თუ რაღაცა მოკლედ წინასწარი განწყობის შესაბამისად წავიდნენ, ასე ვთქვათ, ამ გზით, ხო, რომ განუვითარდეთ კვებითი აშლილობა. თუმცა მეორეს მხრივ სულ რომ არ მივაქციოთ ამ ნაწილს ყურადღება, რომ ვთქვათ, ან მოიმატა წონაში, ან რაღაცა მსგავსი რეპლიკებისგან რომ სრულად გავათავისუფლოთ, ამასაც ვერ
გაექცევა წონა, თქვათ ბავშვს და რომ რაღაცა ისეთ საგანგაშო შედეგებამდე მივა წონის თვალსაზრისით. როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ სათქმელი მშობლებმა შვილებთან მიმართებაში, რომ აი ეს ოქროშუალედი დავიცვათ, რომ არც უბიძგოთ, რომ შემდგომ თქვათ ამოიღონ საკვები და რაღაცა რადიკალურ გზებს მიმართონ და თან ჯანმრთელობაზე თვიზრუნოთ მათი. იმიტომ რომ წონა თან ჯანმრთელობაც არის. წონა ჯანმრთელობაც არის და კვება ჯანმრთელობაც არის. ანუ კვება უნდა იყოს ოჯახში, რაღაცა წესში, ტრადიციაში შესული არის, იმიტომ რომ ეს ესე არის. ანუ ნახეთ, სანამ უძილობის პრობლემა ვიღაცას არ ექნება, არ ვამბობთ, რომ ბავშვს არ რეჟიმს ძილისას არ დავუწესებთ. არ ველოდებით, რომ იყოს პრობლემა იმისთვის, რომ ცხოვრების ჰიგიენა და ჯანსაღი უნარჩვევები ვასწავლოთ. ანუ თუ და მით უმეტეს თუ ოჯახში არის კიდევ სხვა ბავშვი, რომელსაც, რა ვიცი, არიან, რომლებსაც ბევრს წვავენ, უფრო სპორტულები არიან და შესაძლებელი აქვთ, ეს იქნება საერთოდ ჩამონგრევა მისთვის. ამიტომ იმის ხარჯზე იმატებს, რომ თქვა, არა რეჟიმულად იკვებება, ეს უკვე დიდების პრობლემაა, ეს მისი პრობლემა არ არის. მაგრამ თუ რეჟიმულად იკვებება ბავშვი და ამასობაში ამასთანავე განსხვავებული ფორმა აქვს, ვიდრე ვთქვათ მეორე ბავშვს, მაგრამ არის ლაღი, ბედნიერი, იღწვის თვითგანვითარებისკენ, მოწონს თავისი თავი და მით უმეტეს პატარა ასაკშია, 10 წლამდე ასაკში დააცადეთ, იმიტომ რომ ექნება პუბერტატამდე ესეთი გაზრდის სიმაღლეში პერიოდი და მთავარია რომ ჩვენი როგორ გითხრათ, ეს ეხლა რაც მკითხეთ, ეს არის მშობლის ამბიცია, როგორი წარმოუდგენია თავისი შვილი. მაგრამ ეს მშობლის ამბიცია კი არ არის, ეს არის მისი ამბიცია თავის თავი როგორ წარმოუდგენია. მთავარია მოწონდეს თავისი თავი და მთავარია ქაოტურმა კვებამ, რომელიც მას მოიტანა დღევანდელობამ, სწრაფი ხელწვდომა, გამოძახება, ბევრი ცომი, ამან არ დაურღვიოს ისეთი რაღაც. ისე თუ ბავშვი იკვებება სწორად, რეჟიმულად, რაღაცა საათის, გარკვეული საათის მერე სუსნაობაც თუ უნდა, ამაზე წდომა არ აქვს, მაგრამ მაგალითად სასუსნაოდ აქვს სტაფილო და ეს მისთვის ნორმაა, იმიტომ კი არა რომ სუქანია თუ გამხდარი, იმიტომ რომ ეს ნორმაა. მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნება. კი ბატონო, დიდი მადლობა და გადავიდეთ მკურნალობის გზებზე, რადგან მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს რეგიონში პირველად საქართველოში თვეარაც გაიხსნა და ფუნქციონირებს მიკროკლინიკა, რომელიც სწორედ კვებით აშლილობებზეა სპეციალიზირებული და მოდით მოგვიყევით ამ კლინიკის შესახებ. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამაზე წამოჭერით საუბარი, იმიტომ რომ მეც ძალიან მიხარია, რომ ესეთი ადგილი არსებობს, რადგან რამოდენიმე წლის პომელის ცენტრში პრაქტიკით მივხვდით, რომ ესეთი ცენტრის საჭიროება საკმაოდ დიდია, რადგან არ არის და რომ მოვიკვლიე და არ არის რატომ? არ არის იმიტომ, რომ ძალიან კომპლექსურ ჩარევას მოითხოვს, რომ ერთ სივრცეში იყოს სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი, რასაც მულტიპროფილური გუნდის შეკრება ქვია. აქამდე მთელი სიძნელე და დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები, ეს იქნებიან ბავშვთა ფსიქიატრები თუ ბავშვთა სომატური ექიმები, რომ მთელი სიძნელე იყო, რომ ადგილისად წაეყვანათ არ იცოდნენ. ანუ ფსიქიატრიულში ესეთი ბავშვები წეღანაც ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ არაფერი არ არის გამოკვეთილი გარდა დაბალი ან ძალიან მაღალი წონისა და სომატური სტაციონარშიც ვერ ხვდებიან, რადგანაც არ იციან რა უქნათ. პაციენტები არ არიან. ამიტომ აქამდე რა ხდებოდა, მოდით ესე ვთქვათ. აქამდე იყო ფრაქციული, აქამდე იყო, ეხლაც ესია, მაგრამ ეხლა ესია, იმიტომ რომ ცნობადობა არ არის, სტიგმა არის და მომართვიანობა მიზანმიმართულად არ არის. აქამდე
რომ კარგ შემთხვევაში მიდიოდნენ ბავშვთა ფსიქიატრთან, ცუდ შემთხვევაში მოივლიდნენ ყველა სომატურ ექიმს და მაინც ხვდებოდნენ ბავშვთა ფსიქიატრთან. გასტროენტეროლოგს, ენდოკრინოლოგს და ასე შემდეგ. ენდოკრინოლოგს, ბავშვთა ექიმს და შემდეგ უკვე ხვდებოდნენ ფსიქიატრთან, თუმცა აი ეს დროის კარგვა და შემდეგ უკვე ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ჭირდება ენდოკრინოლოგი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ჭირდება კვების სპეციალისტი. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციაც ფრაქციულია, არ არის ერთმანეთში სინქრონიზებული და ეს ყველა თავის მხარეს, ანუ ვერ დაძრავს ამას. ანუ სარამენტეში ამ კვებითი აშლილობის კლინიკის თავისებურება ის არის, რომ ერთ სივრცეში არის ყველა ეს სპეციალისტი მობილიზებული, თავისი ლაბორატორიული კვლევებით და კიდევ ყველაზე კარგი და ყველაზე ხიბლი ამ მიკროკლინიკის ჩემი აზრით ის არის, რომ ეს ბავშვები თუ მოზარდები, თუ ახალგაზრდა დასრულები, თუ დასრულები უკვე, რომლებსაც არ ქონდათ შანსი, რომ რაღაცა მოგვარებოდათ უფრო ადრე ასაკში, არ ერევიან სხვა პოპულაციას, რადგანაც მათი თვითშეფასებისთვის ეს არ იქნება კარგი. აქედან გამომდინარე, ყველა თერაპია, თუ მკურნალობა, თუ ჯგუფური, თუ ინდივიდუალური, ერთ სივრცეში მხოლოდ მათთვის არის. და ექიმების ერთმანეთთან კოორდინაციაც ამ შემთხვევაში ალბათ როგორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როცა სხვადასხვა პროფილის ექიმი ერთ სივრცეში იყრის თავს და ერთობლივად ზრუნავს პაციენტზე. აი ეს დისკომფორტი და თუ სტიგმა, რომელიც მეტნაკლებად ვახსენეთ, ანუ აქამდე რთული იყო ალბათ, ხო, თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარეც რომ გითხრათ, ოჯახისთვის გადაწყვეტა, რომ ხო ფსიქიატრიული პროფილის კლინიკაში უნდა წაიყვანათ თავიანთი თინეიჯერი შვილი და ესეც დაძლეულია, ხო? იმიტომ რომ ეს აღარ არის აი სხვა ტიპის პაციენტებთან შერევაც არ ხდება, ამას ნიშნავს, ხო? რომ სრულად არიან იზოლირებული კვებითი აშლილობის მქონე პაციენტები ამ კლინიკაში. კი, გეთანხმებით, მაგრამ სტიგმა მაინც არსებობს. ანუ მე ძალიან დიდი მეც ვამყარებ თქვენნაირ გადაცემებზე, სატელევიზიო გადაცემებზე, ჟურნალისტებზე, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის მეგობრებად იქნებიან. ანუ თქვენზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, იმიტომ რომ სტიგმა მარი არსებობს. ანუ იმიტომ რომ იცოდნენ რომ მარტო მათ კი არ ჭირს, ძალიან ბევრს ჭირს, რომ იყვნენ მაგალითი და ზუსტად ამ დროს უნდა იყვნენ, რომ წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო, ან თვითონ რომ გაიკვალავს, ამის გაზიარება უნდა მოხდეს. სტიგმა დღესაც არსებობს და მით უმეტეს მათთვის, ვისაც, როგორ გითხრათ, მშობელს უხარია. ბევრი, ანუ გეუბნებით, ამბულატორიაშიც არიან ესეთი, ყველა არ იმსახურებს სტაციონირებას და ამბულატორიული მკურნალობა ომელის ცენტრით საკმაოდ იდეა ის იყო, რომ მკურნალი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტიც ერთ სივრცეში იყოს, რომ ამის გაცვლა ხდებოდეს ინფორმაციას. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან რეგიონი ვახსენეთ და რეგიონში პირველად გვაქვს ასეთი სიახლე, უცხოენოვან პაციენტებს თუ ელოდებით და ამისთვის თუ არის მზად? ჩვენი კლინიკა კი ბატონო არის მზად, რადგანაც არის, როგორც გითხარით, თვითონ ამიერკავკასიაში უპრეცედენტო და ყველა ანუ მენტალური მდგომარეობები, მენტალური ჯანმრთელობა კლინიკა და არც ეროვნება. აქედან გამომდინარე, ყველგან საჭიროა ეს და მით უმეტეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ მეზობლად არიან და იქ კიდევ უფრო მეტი სტიგმა და იქ კიდევ უფრო მეტად უჭირთ, რომ სადღაც მივიდნენ. ჩვენთან, ანუ არიან პროფესიონალები, რომლებიც ლაპარაკობენ ქართულად, რუსულად, სომხურად, ინგლისურად, გერმანულად და ფრანგულად. ანუ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად თავის ენაზე თავარია ცდილობთ და მართლაც მნიშვნელოვანია, რომ შედეგზეც გადიხართ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის გვერდში დგომა ასეთ დროს ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომელსაც სხვა ტიპის მენტალური პრობლემა აწუხებს. კითხვები შემოვიდა და შევეცდები რომ გავაჟღერო. ხომ არ არის შესაძლებელი რომ კვებითი აშლილობა ფსიქოთერაპიით ვთქვათ დაიძლიოსო? გვეკითხება მაყურებელი. ძალიან კარგი კითხვაა, დიდი მადლობა. შესაძლებელია თუ კითხვა არის და შესაძლებელია რომ დაიძლიოს. უბრალოდ როგორც ყველა მდგომარეობაში, რაც უფრო მეტი ჩარევის გარეშე ეს დაიძლიოს. ანუ ზეპირად ისე რომ
ეს ისეთი მდგომარეობა, რომ აუცილებლად რაღაცა სასწაული და სტაციონირება ჭირდება, ესე არ არის. თუმცა სწრაფად ჩარევა, ფსიქოთერაპევტის ძალიან კვალიფიციური შეფასება, თუნდაც იქვე ფსიქიატრთან კოორდინაციაში, რომელიც შესაძლებელია არც დანიშნოს, მაგრამ თვალი ექნება დინამიკაზე, რატომაც არა, უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს, დაიწყოთ ფსიქოთერაპია. Pro adreul პერიოდში სანამ ეს ჩაჯდება ფსიქიკის სტრუქტურაში და ფუნქციონირებაში, ყველაფერი შესაძლებელია. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ ჩვენ შევეხეთ ამ თემას მთელი ამ ნახევარსაათის განმავლობაში, მაგრამ თავი რომ მოვუყაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მსმენელებისთვის, მშობლებისთვის რეკომენდაციებს. აი, რაზე უნდა მიაქციონ ყურადღება, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, რაზე უნდა გაფრთხილდნენ, შევაჯამოთ. პირველ რიგში მშობლებს თუ რაღაცა შეიძლება, რომ არანაირი განსჯის კუთხით, უბრალოდ რჩევის კუთხით რომ მივცეთ, ვერაფერს ვერ ბავშვს თუ მაგალითი არ მივეცით. ანუ თუ ჩვენ თვითონ ერთ მარცვალ სიმინძე ვცხოვრობთ მთელი დღე, მაშინ აუცილებლად ეს მაგალითია ბავშვისთვის. მაგალითია ის, რომ დედას მოვეწონები იმ შემთხვევაში, თუ მეც ისეთი ვიქნები. ანუ კულტურულად ყვება ერთად გაზიარება ჭამა, მაგრამ მარტო ჭამაც არა, მოსმენა, ანუ ოქროს წესი, ნაკლებად ილაპარაკეთ, რომ მეტი მოусმინოთ და მეტი ანუ აი ეს გაცვლა თუ არის და აქ ვერბალიზაცია მოხდება ცუდად ყოფნის რომ ვიღაცა მაწყენინა მეგობარმა ეს მაინც და მაინც მარტო ოჯახიდან კი არ მოდის სოციუმში პრობლემებით დანაკარგი მეგობრის ემოციური ანუ ამის მოსმენა თუ მოხდება და ამის ამოღება თუ მოხდება შესაძლებელია რომ არც დაჭერდეს სხვა მექანიზმების გამოყენება და ძალიან დიდი სიფრთხილე, როდესაც ბავშვი იკლებს წონას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკური სრულყოფილებისკენ ეს არის ცუდად ყოფნის გამოხატულება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი რომ იყავით ჩვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებლებმა ბევრი რამ გაიგეს ამ მდგომარეობის შესახებ, რომელსაც კვებითი ასრულებები ჰქვია და ნუ როცა ინფორმირებულები არიან შესაბამისად შეიარაღებულებიც რომ ნაკლები რამ შეიძლება გამოგვეპაროს. დღეს ჩვენი გადაცემის მე-10 გადაცემა იყო სხვათა შორის და თქვენ აღნიშნეთ რომ თქვათ მედიას დიდი როლი აქვს მენტალური ჯანმრთელობის თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე ჯერ უკვე ყოველ შემთხვევაში ჩვენი რადიოს, ქალების რადიოს ეთერში შევეხეთ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებს. მომდევნო ორშაბათსაც ვისაუბრებთ, ჩვენი სტუმარი იქნება ფსიქოთერაპევტი მარიამ სულაძე, რომელიც ისაუბრებს დასვენების უნარობაზე და მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ამოიცნობთ, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს, როცა თითქოს ყველაფერი და ყველანაირი წინაპირობა არის იმისთვის, რომ მოვდუნდეთ, დავისვენოთ, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. რატომ ვერ ვახერხებთ? რა ავტომატური აზრები გვიშლის ამ ყველაფერში მარიამ დაგვეხმარება რომ გავერკვეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მე ორშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა, ნახვამდის.